მოგესალმებით ყველას. ტივით გამოვედი სეულის ათევზაოდ. საღამოა სადღაც 6:30, 1 საათნახევარი მაგ დრო და მინდა მოვსინჯო. რო ადრე ვერ მოვიცალე. ესე აპარიში თევზაობ. თიორი და 3 ცალი გავუკეთოთ. 3 აპარიში ესე. ჯოხი 4 მეტრიანი მაქვს. გამოღებული 0.18 დიამეტრის ზუვა მიყენია ტივტივა ესეთი სიმძიმე შესაბამისი სადავი 0.14 და 3 ცალი ნემსგავია ესეთ აპარიშია 3 ცალი ზეთ დავწიოთ ეს და შატასი შარტყა კაიზომისა რაღაც გავიდა იქ დინებაში ჯერ არ მემორჩილება ცოტა დაიღალოს ზომისა უნდა დანებება გამოჩნდა უკვე ტივტივა ახლოს საათევზი ზომისა არის ასეთი პირველი ხრამული ასეთი მაგარი ზომისაა რა კილონახევარი თავისუფლად იქნება თუ ორი არა ასეთი შოხუშად გავუკეთე ისევე 3 ცალი ბუზის მატლი გავუშოთ იმ ცოტათი დავჯდა კიდე მეორე
დინებაშია გასული იქით. ნება მოვაბრუნოთ. წამოვიდა აქეთ. Izomā esat. It's მეორე. ასეთი. უფრო პატარაა ოდნავ. კილოიანი იქნება მაინც. უშუალოდ. გვიან გამოვედი საღამოს. თუ არ მქონდა დილიდან გამოვსულიყავი. ორი ჩარტმა იყო მხოლოდ, მეტი არა. ორივე ამოვიყვანა. ორი ჩარტმა. ისეთეუზი არის ხტუნაობს. ადგილს რაც შეეხება ახლა ამ ადგილას იმიტომ დავდივარ, რომ ესაა ყველაზე უფრო ახლო ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ. 5 წუთში აქ ვარ. ორი თეუზი ესე ქვევით ახალი სოფელისკენ ზედა მხარეს ყველგან მაგრად ხტუნაობს. მეც იყო სათევზაოდ, გამითანხმება სულღება. ყველგან მაგრა. ყოველთვის არ მოდის ეს თევზი. ძალიან სუფთა როა წყალი და მაშინ არ მოდის. ან ნაწვიმარი უნდა, ან ამღვრეული წყალი უნდა. როგორც მე ვატყობ. ავიც დაწერეთ კომენტარებში. ხავსით კიდე ბევრი ამბობს ხავსითო, მაგრამ რა ვიცი, ხავსით მე არ მინახე აქ ვინმე თუ იჭერდა, იყვნენ ბიჭები. სადეს ხავსით თევზაობაც. ხარი იყო და ხარიდან ამინჩი თან სუფთა წყალი. პრინციპში ხავს სუფთა წყალი უნდაო, მაგრამ როგორც ვიცი, ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ერთხელ ვცადე მეც ხავსით, ერთი ქაშაპი დავიჭირე მარტო. რამული ვერ დავიჭირე. და შევეში მე. ხავსიც არა აქვს, ჩვენთან კიდე კარგი ხავსი რომ მოწევნო. აღმოსავლეთში რო ესეთები აქ არაა. ეს უკვე დავამთავრებთ ზოობას. ნახებთ, მაინც ორი ცალი თევზი მაქვს დაჭერილი. ხოლოდ კარგი ზომები. მეტი არცაა საჭირო. ასეთებს თუ დაიჭერ ყოველთვის ორი ცალი საკმარისია. ასეთი თევზებია. ორივე. აბა, ყველას კარგი თევზაობა და მომავალ თევზაობამდე. კილო ნახევარია ზუსტად. ეს. მეორე 1 კილო იქნება რაღაც.